დილა იწყება მუსიკით. I've got you under my skin. ეს შენობა ეკუთვნოდა გიორგი აბაშიძეს, სოლომონ პირველის შვილთაშვილი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის იყო აკაკი წერეთლის დედის ძმა. და გიორგი აბაშიძემ როცა ააშენა ეს შენობა 40 წელი მიაქირავა რუს გუბერნატორებს. და ფაქტობრივად აქ წყდებოდა მაშინ რაც იყო საკითხები მაშინ გუბერნიაში რაც წყდებოდა. რა თქმა უნდა აქ ნიკო ნიკოლაძეც მოდიოდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში მასაც ჰქონდა თავის თავშე ჯიჯი ხაიში საკითხები გადასაწყვეტი. აკაკი წერეთელიც ბიძამისის სახლში აუცილებლად მოვიდოდა, იმიტომ რომ ჩვენ როცა გამოვთვალეთ ეს ის პერიოდია, როცა ის აქ ცხოვრობს, ქუთაისში არის რა. და გიორგი აბაშიძემ შემდეგ უკვე 40 წლის შემდეგ გაყიდა ეს, როცა გუბერნატორები სხვა შენობაში გადავიდნენ, გაიყიდა ეს შენობა და რამოდენიმე მყიდველის შემდეგ უკვე იძენს მარიამ ყაუქჩიშვილი. ამიტომ ძალიან ისტორიული არის და რაც მთავარია კიდევ როგორ გითხრათ, კარგი აური შენობაა ძალიან. აი აქ იყო ტრადების ფოსტა. და ეხლა ვაქციეთ ჩვეულებრივ სასწავლო პროცესის ოთახად. აი ნახოთ დავა უცნებად ყოველთვის მქონდა რომ სკოლა მქონოდა ჩემი და რატო? ხარი არა მშობლის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით აქ, ვინც ეს სკოლის შექმნის სათავეებში ვართ, რომ ჩვენი განათლება არის მშობლობა. იმიტომ რომ მშობლის პოზიციიდან როგორ მინდოდა რომ ჩემში სკოლა მქონოდა და როგორი გარემო უნდა ყოფილიყო სკოლაში. აი ეს იყო ჩემი განათლება. კი, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში მუშაობდი ამდენი წელი, უმაღლესი განათლების საფეხურზე ვიყავი განათლების სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ მაინც ჩემთვის რთული რომ ჩემი განათლება მოდის როგორც მშობელი, როგორ მინდა რომ ჩემი შვილისთვის ყოფილიყო სკოლა, როგორ მინდოდა რომ ყოფილიყო. და არ ვიცი, გაგვიმართლა ძალიან, შევიძინეთ ეს შენობა, სიმართლე გითხრათ რომ შევიძინეთ, არ ვიცოდით რა შენობა იყო, ისიც არ ვიცოდი რომ როგორი მოდელი მინდოდა სკოლის, იმიტომ რომ კი მოგვისმენინა, მაგრამ ამისი წარმოდგენა არ ქონდა, ამას ნახვა უნდა და იმითაც გამიმართლა რომ ნახე კემბრიჯის სკოლები და ახმეთქი რატო არ შეიძლება რომ ჩვენთანაც ბავშვებს ასეთი გარემო ქონდოთ სკოლაში, იმიტომ რომ მე წარმომედგენა რომ ასეთ გარემოში ან მუზეუმი უნდა იყოს, ან კვების ობიექტი, ან სასტუმრო და მეთქი რატომაც არა ასეთ გარემოში, ასეთ ესთეტიურ გარემოში ყოფილიყო სკოლა. მოკლედ გადავწყვიტეთ რომ კემბრიჯის მოდელი გამოგვეყენებია და რომ ვნახე რომ იქ სასახლეში სწავლობდნენ კიდე უნივერსიტეტში, კიდე სკოლაში ბავშვები. მეთქი მოდი ჩვენც გავაკეთებთ რაღაც განსხვავებულს, მცირე კონტინგენტიას, იმისთვის რომ გარანტირებული ვიყოთ რომ თითოეულ ბავშვზე მიდის აი ეს უნარჩვევების ასეთ ფუნქციურ უნარებს ვეძახით დღეს და 12 წლის უკანაც ამ უნარებზე ვსაუბრობდით ჩვენ. სიმართლე გითხრათ, ჩემი პრიორიტეტი იყო მაინც რომ ბავშვები მივაჩვიო შრომას და შევაყვარო განათლება და პროცესი განათლების. აქედან დაიწყო შენობის აღმოჩენა, ამ არქიტექტურის აღმოჩენა, ეს იყო ჩვეულებრივად შეღებილი. ვიფიქრეთ რომ ამ ერთ ოთახს მოვაწესრიგებთ, იქ იატაკს დავაგებთ რაღაც მეტალოპლასმასებით, გიფსოკარდონებით და ბუნებრივია ის რაც იყო შეღებილი და ჩამოგვეყარა. ის რომ ჩამოიყარა და აღმოჩნდა ესეთი არქიტექტურა, ბუნებრივია მე მივხვდით რომ რაღაც სხვა რაღაცასთან მქონდა საქმე. არქიტექტორები ძახდნენ, ეს არ არის შენობა, ეს არის პოეზია და
თვითონ ისინი ჭერიც აბსოლუტურად სხვადასხვა ყველა ლოკაციაში. აქეთ აქვს საკონფერენციო დარბაზი, ასევე სტუმრებს ვხებულობთ, გაკვეთილებიც ტარდება, მეცადინეობები და ყველაფერი ტარდება აქა. ქვიან ბავშვები ჭადებს აცხობენ. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან სტუმრები, ვიზიტორები, რომ აი თქვენი ბავშვები ვინ უნდა გამოვიდნენ, რა გაქვთ მიზნად. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბავშვები გამოვიდნენ ბედნიერები. ძალიან გვინდა რომ ისეთი შინაგანი სამყარო გქონდეთ, ისე გამომდიდროთ შინაგანი სამყარო, რომ არასოდეს არ შეეშინდეთ საკუთარ თავთან დარჩენა და იყვნენ თვითდაჯერებულები, საკუთარი თავის რწმენა და ფასი იცოდნენ და არ შეეშინდეთ ამ დიდ სამყაროში, როდესაც გავლენ საკუთარ თავი ყავდათ ძალიან მყარ მეგობრად. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მისია, ასე ვფიქრობ. ორნამენტი არის აღებული და აი ისიც ცნობილი ია ჭავჭავაძის სიტყვებია ხონი ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და ხნე კაცია ეს მართლა ასია